მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო ღამე, მშვიდობის უკვე ღამეა. მოდი დღეს უცებ ჩავწეროთ ასეთი კითხვა დაუსვათ ჩვენს ულამაზეს აი ემ კარგიო, ამ ტარო ლოგრესი, ვისაც გაინტერესებთ. კითხოთ აბა. ვაი, რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, როგორ ნერვიულდა ეს ტარო, რას ჭირს? რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე? ჩაიფიქროთ სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და ვნახოთ, უცებ პატარა მინი გაშლა მექნება. რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე დღეს და უთხრით ვნახოთ, ვისი ფიქრები თქვენზე. ფონად გვაქვს ორიანი ხმლები და ორიანი ხმლებიდან გამომდინარე დასმული ორიანი ხმლები რომ პიროვნება არ გიზიარებთ ბოლომდე იმას, რასაც ფიქრობს და რეალურად არ ამბობს იმას, რასაც რეალურად ფიქრობს და თვითონ თავის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ეჭვებშია და ამ თქვენს ურთიერთობასაც ესე ვთქვათ საეჭვო ეტაპზე განიხილავს, საეჭვო ეტაპია თქვენ შორის, ანუ ასე ვთქვათ, მთლად ბოლომდე არ დარწმუნებული თქვენში უნდა თორა თქვენთან ურთიერთობა, ხო? შემდეგი არკანი იეროფანტი მითითებს იმაზე, რომ ურთიერთობა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, შეუძლებელი მისი სოციალური ეთიკური ჩარჩოების და გამო, რადგან ანუ ნახეთ, რეალურად ღირებული პიროვნება ხართ, პატივისაცემი პიროვნება ხართ და მისთვის ასე ვთქვათ, სულიერ ადამიანი ხართ, რომელიც სერიოზულად უნდა აღიქვას და რომელსაც სერიოზულად უნდა მოიპყროს და აქედან გამომდინარე ეს ურთიერთობა მისთვის არის შეუძლებელი, იმიტომ რომ რაღაც მორალური, სოციალური და ეთიკური ჩარჩოები აქვს ასე ვთქვათ პიროვნებას საერთო ჯამში ამ ურთიერთობასთან მიმართებაში და თქვენთან მიმართებაში. თასების დედოფალი მეუბნება იმას, რომ თქვენ მასში ასე ვთქვათ აღძრავთ როგორ ვთქვათ სიფთხილეს, მაგრამ ამავდროულად სიახლოვეს სურვილსაც, იმიტომ რომ წინა არკანი იეროფანტიდან გამომდინარე სიფთხილის აი ეს ორი ერთად შეჯამებით იეროფანტი და თასების დედოფალი მეუბნება რომ სიფთხილეს იჩენს თქვენთან მიმართებაში, თუმცა მიუხედავად ამისა ასე ვთქვათ ძალიან დიდია თქვენთან ეს ვთქვათ სიახლოვის სურვილი. მესამე არკანი არის ოთხიანი კვერთხები და გვეუბნება რა ეს არკანი, ხო? შესაძლებელია მას უკვე ქონდა თქვენთან ურთიერთობა, თუნდაც ესე ვთქვათ იდეალურ ვარიანტად განიხილავს თქვენთან ურთიერთობას მომავალში და ძალიან ასე ვთქვათ იდეალურია მისთვის ფიქრებში თქვენთან ყოფნა მომავალში, ხო? ოთხიანი კვერთხები გვიჩვენებს კავშირს და ემოციური საიმედოობის პოტენციალს თქვენთან ურთიერთობაში და ურთიერთობის ასე ვთქვათ ემოციური ასე ვთქვათ საიმედოობის სურვილს როგორც ასეთი რო იტყვიან, ხო? რა არის ძირითადი პრობლემა ამ ურთიერთობაში? პიროვნება ასე ვთქვათ არ იღებს გადაწყვეტილებას თქვენთან მიმართებაში და არ გამოხატავს ბოლომდე თავის გზნობებს, თქვით შინაგანი ბლოკები აქვს და ეჭვები აქვს, რომელიც აფერხებს ამ პროცესს თქვენთან ურთიერთობის განვითარების. შესაძლებელია შიშობს და თქვენთან კავშირი ასე ვთქვათ ზედმეტად სერიოზულობას მოითხოვს, ამ ბევრ პასუხისმგებლობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე თავს იკავებს ამ ყველაფრისგან და ასევე შესაძლებელია იყოს რომ მას ყავს სხვა პარტნიორი ან ვალდებულება თუნდაც, ხო, რაც აჩერებს ორიანი ხმლებიდან გამომდინარე, ხო, ბლოკების მდგომარეობა რაც აქ რაც ვერ აძლევს თქვენს ურთიერთობას განვითარების საშუალებას და ორიანი ხმალი ხშირად ესე ვთქვათ გვევლინება დილემურ არკანად, ხო? საერთოდ დასკვნა რაც შეიძლება აქედან ვთქვათ რომ თქვენ ფიქრობს როგორც თასების დედოფალი როგორია სულის პიროვნება, ხო, ფარულად რომელიც შეიძლება უყვარდეს, აი, გზნობა აქვს რა თქმა უნდა, ღირებულ და სერიოზულ ქალბატონად აღიქოვთ იეროფანტიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტაბილური პარტნიორითაც აღიქოვდეთ სამომავლოდ ოთხიანი კვერთხებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი ამას ეწინააღმდეგება და რა არის ეწინააღმდეგობები, ხო? შინაგანი ბლოკები და დათქმული მისი გონებრივი მდგომარეობა, რომელიც ჯერ ვერ იღებს და არ იღებს ქმედით გადაწყვეტილებებს თქვენთან ურთიერთობაში ნაბიჯების გადმოდგენის
სიკვდილის მიმართულებით, ხო? ორიანი ხმლებიდან გამომდინარე, რადგან წერანაც აღნიშნა შესაძლებელია იყოს სხვა სტაბილურობა, თუნდაც იმიტომ რომ იეროფანტი ამოდის საკვირველი არკანი ძირითადი არკანებიდან პლუს ამას ორიანი ხმალი მითებს არჩევნის არკანს ბლოკებს, რის გამოც თქვენი ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს, იმიტომ რომ შეიძლება სტაბილურობაში იყოს. თქვენ გამოდიხართ როგორც თასების დედოფალი და თასების დედოფალი ხშირად მიგვითითებს ხოლმე ფარუქალზე, რომელიც ასე თქვათ, ოფიციალურს გარეთ არის და ოთხიანი კვერთხებით ასე თქვათ, გვეჩვენებს იმას ბლოკების მხარეს, თუნდაც დიდი სიამოვნებით დღევანდელ სტაბილურობაში რომელსაც შესაძლებელია იმყოფებოდეს, იქ არ იქნებოდა და თქვენთან შექმნიდა სტაბილურ ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენთან მიმართებაში აქვს თბილი ემოციური თქვათ განწყობა და გრძნობები, როგორც ასეთია, სიყვარული, პატივისცემა და იდეალურ ხალხად მიაჩნიხარ პიროვნებას. ეს არის რასაც ფიქრობთ პიროვნება თქვენთან მიმართებაში და ვინც იცანით თქვენი საკუთარი თავი ამ გაშლაში, არ დაგავიწყდეთ ჩემს ამ ვიდეოზე ლაიქის დაწერა, გვერდის გამოწერა, ენერგობალანსისთვის და რა ვიცი, იმედია რომ ესე მოკლედ კარგი ინფორმაცია მოგაწოდეთ მე თქვენ. კარგად იყავით. დაგეშტობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ჩამოკარგებულეთ ვიფასებ.